თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ეხლა ჩვენ ვართ ძალიან კაი ადგილზე. ჩვენ ვართ ცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში, სადაც აგერ სვეტიცხოვლის არაჩვეულებრივი ტაძარი დაუყურებს თავს. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი ისტორია, საქართველოს ისტორია იწერებოდა. ეს არის ადგილი, სადაც როგორც ერთ-ერთ სიმღერაშია თქმული, საქართველოს ცხელი გული ასვენია. სწორედ აი ამ ადგილზე არის ქრისტეს კვართი დაკრძალული, რომელიც ელიოზმა ჩამოიტანა ისრაელიდან, იერუსალიმიდან. ამიტომ აქედან ძალიან როგორ გითხრათ, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადგილიდან ჩვენი გადაცემების წაყვანა საერთოდ და გადაცემების ჩაწერა, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი სიწმინდეა, ქართული სიწმინდე და ძალიან ბევრი ისეთი ჩვენი წინაპრების ნეშტები, ჩვენი მეფეების, ჩვენი უდიდესი და უთვალსაჩინოესი მეფეების ნეშტები არის აქ დაკრძალული. ვახტანგ გორგასალი აქ არის და ერეკლე მეფე აქ არის. ყველაფერსო თავი დავანებოთ, ეს ორი მეფე გვეყოფა სატრაბახო და საამაყო უბრალოდ. და აქედან გამომდინარე და ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან ბევრი გადაცემები ჩვენ ალბათ მიაქცევთ ყურადღება, ძალიან ბევრი გადაცემები ჩაგვიწერია აქედან და დღევანდელი გადაცემას მინდა აქედან წავიყვანოთ. მით უმეტეს პირველი გვარი, რომელზეც მე მინდა დღეს გელაპარაკოთ, არის აბალაკების გვარი. ეს არის საკმაოდ ნალევი გვარი, ასე თქვა, ძალიან ცოტანი არიან დღეს საქართველოში. მაგრამ საკმაოდ ისტორიული გვარია, იმიტომ რომ ამ გვარს მე-15 საუკუნიდან დაედო საფუძველი, ისტორიულად გახდა ცნობილი, თორემ მანამდე რა თქმა უნდა ახლა პირდაპირ მე-15 საუკუნეში არ გაჩნდებოდა ეს გვარი. დაუშვა აბრაამ აბალაკი, რომელიც იყო კათოლიკოსი იყო, ქართლის კათოლიკოსი, პირდაპირ არ, ესე იგი ამ გვარს როგორც ჩანს, რომელიც ჯერ ჩვენ ვერ მივაკვლიეთ, მაგრამ იმედია მივაკვლებთ. მანამდეც ჰქონდა ალბათ, ესე იგი რაღაც წინაპირობა ჰქონდა ამ გვარის დაწინაურებას. ჩვენ ერთადერთი ვიცით, რომ აბრაამ აბალაკი მოქმედი კათოლიკოსი იყო 1492-დან 1497 წლებში იყო, ესე იგი ისტორიულ საგვარეულო არის ქართლში, ძირითადად გავრცელებულია გორის რაიონში. ამ საგვარეულოს 290 წარმომადგენელი ცხოვრობს საქართველოში, ძალიან ნალევი გვარია. 1497 წლით დათარიღებული საბუდან ირკვევა, რომ აბრაამ აბალაკს განუახლებია მეტეხის ღვთისმშობლის მონასტრის თავად მეფის დროინდელი წისქვილი და აუშენებია ორი ახალი წისქვილი. ამავე მონასტრისათვის შეუწირავს საზრდოოდ ორი წისქვილი და ვენახი. დიდი ალბათობით აი აქაც ამ სვეტიცხოველშიც, იმიტომ რომ კათოლიკოს პატრიარქი იყო და აქედანაც წირავდა ალბათ და აქედან მოუწოდებდა თავის საწყსოს და თავის ერს, რომ დაეცვა თავისი სარწმუნოება და თავისი მამული რომ დაეცვათ. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა აი ამ გვარის შესწავლა, რომ ესე იგი ვინმე თუ დაინტერესდება, ჩვენც ალბათ დავინტერესდებით ამით და ძირფესვიანად გამოვიკვლევთ აბალაკების გვარის ისტორიას და გვაინტერესებს საიდან იღებს სათავეს აბალაკების გვარი. გასაგებია, რომ 1400 საუკუნეში უკვე საკმაოდ ძლიერები არიან. შემდეგ ეს გვარი არ ჩანს, საერთოდ არ ჩანს. დღეს არსებობენ, მაგრამ არსებობენ ძალიან ცოტანი და მანამდე აბრაამ აბალაკამდე საერთოდ არ არის არაფერი ამ გვარის შესახებ, არც ერთი ისტორიული ცნობა არ არის.
მეორე გვარი, რომელიც მინდა ჩვენ წარმოგიდგინოთ, ეს არის გველესიანების გვარი. ეს არის საგვარეულო საქართველოში სვანური წარმომავლობის გვარია. დღეს ფაქტურად თითქმის საქართველოს ყველა კუთხეში არის მიმოფანტული, მიმობნეული ეს გვარი. იყვნენ თავად აზნაურთა წოდებას განეკუთვნებოდნენ. მინდა გითხრათ, რომ ის ცნობილი აჯანყება, ერთადერთი აჯანყება იყო საქართველოს ისტორიაში, რაც მოხდა საერთოდ და რაც ისტორიოგრაფიას ახსოვს. მე-16 საუკუნის ბოლოს იყო იმაში სვანეთში, როცა ესე იგი გლეხები აუჯანყდნენ თავადაზნაურობას და მოხდა დიდი აჯანყება და ნუ ფაქტურად მთელი თავადაზნაურობა გამოყარეს ესე იგი სვანეთიდან. მაშინ თავადაზნაურობა გაიფანტა მთელ საქართველოში და აი ამ გაფანტვას მოყვა აგრეთვე გველესიანების გვარი. და რომლებიც თითქმის ყველა რეგიონში ცხოვრობენ, დღეს საქართველოში, როგორც სამეგრელოში, ესე გურიაში, იმერეთში, ქართლში, კახეთში. იმერელ გველესიანებს ნაწილი გლეხთა კატეგორიას განეკუთვნება და ძირითადად იყო სათავადო აზნაურები. კახეთში გველესიანები ფლობდნენ კახეთის სამეფო აზნაურის ტიტულს ფლობდნენ. შემდეგი გვარი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, ეს არის ჟორჟოლაძეების გვარი. და რამ განაპირობა დღეს თქვენს ესე იგი ჟორჟოლაძეების გვარის წარმოჩენა, იმიტომ რომ მე მყავს, მეგობარი მყავს, მინდა ესე იგი შემჭამა, ასე თქვა, აქედან მინდა მოვიკითხო მამუკა ჟორჟოლაძე, რომ ესე იგი ამდენ გვარს აკეთებო სხვა გვარებს და ჩემ გვარზე ჩემი გვარი საერთოდ არს გახსოვს. აქედან მინდა მოვიკითხო მამუკა ჟორჟოლაძეს და სწორედ მამუკა ჟორჟოლაძის გასაგონად მინდა ვთქვა, ეს ყველაფერი საკმაოდ ძალიან კარგი გვარის წარმომადგენელია, საკმაოდ ძველი გვარის წარმომადგენელია და საკმაოდ ცნობილი გვარის წარმომადგენელია. იყვნენ ესე იგი აზნაურები, საკმაოდ ძლიერი აზნაურები იყვნენ. მათი განსახლების არეალი არის თერჯოლა, ტყაჩირი, ქორეთი, ცუცხვათი, ძუყნური და ჭყეპი. მინდა გითხრათ, რომ ყველგან, აი თერჯოლაში იყვნენ აგიაშვილების აზნაურები იყვნენ. ტყაჩირში იყვნენ სამეფო აზნაურები, ქორეთშიც იყვნენ სამეფო აზნაურები, ცუცხვათში იყვნენ სათავადო აზნაურები, ძუყნოში იყვნენ სასულიერო პირები და ასევე საეკლესიო აზნაურები და ჭყეპში იყვნენ აგიაშვილების აზნაურები. ძირითადად გამოდის, რომ ესე იგი აგიაშვილების აზნაურები იყო ეს გვარი. ხა რაც შეეხება ეტიმოლოგიას, გვარის ეტიმოლოგიას, ახლა ჩვენ მოვიძიეთ ეს ეპონიმურ გვარი არ ჩანს, ანუ ესე იგი წინაპრის სახელზე დაფუძნებული გვარი არ არის, როგორც ჩანს, ეს უბრალოდ ჟოლადან მოდის ალბათ, თქვენ ალბათ გაგიგიათ მაჟრჟოლებს, გაჟრჟოლა და აი ჩემი აზრით ალბათ ამას უკავშირდება ეს გვარი და ნიშნავს თრთოლას, კანკალს ნიშნავს, უსიამოვნო შეგრძნება ძლიერი ემოციებისგან. აი მას ნიშნავს ეს გვარი ჩვენი ესე იგი ახსნით, სხვა ახსნას ამას ვერ ვიპოვეთ, სხვა ახსნა და სხვანაირად ამ გვარის ეტიმოლოგია არ შეიძლება რომ გაიშიფროს, ვერ ვშიფრავთ უბრალოდ. თუ იმას აქვს თავისი შეხედულებები, შეგვიძლიათ გაგვიზიაროთ და მივიღებთ თქვენ შეხედულებებს. ამ გვარის შესახებ ყველაზე ძველი ისტორიული ცნობა განეკუთვნება მე-15 საუკუნეს. მე-15 საუკუნეს, კერძოდ 1466 წელს, სადაც ესე იგი ჟორჟოლაძე დავითი არის ჟინვანის ციხისთავი, ანუ ციხის ის იყო, რა ქვია მაგას, მცველები და ციხის უფროსი იყო, ასე ვთქვათ, მოწმეთარე დასახელებული მამესარ მკერვალიშვილის მიერ გიორგი ჭარმეულისადმი მიცემული მიწის ნაწყვეტობის წიგნისა. ეს საბუთი არის 1476 წლით არის დათარიღებული. შემდეგი საბუთი, რომელიც ესე იგი ამგვარ შეეხება რამოდენიმე ესე იგი ჟორჟოლაძე ალექსანდრე მეფემ გელათის მონასტერს სააღამოდ შესწირა მისი ნაქონი გლეხები. აქედან ირკვევა, რომ ესე იგი ესენი არიან ჟორჟოლაძე დავითი, ჟორჟოლაძე ბაღათარი, ჟორჟოლაძე ბევროზი, ჟორჟოლაძე გიორგი და სხვანი ძალიან ბევრი არიან. აქედან ირკვევა, რომ ესე იგი ჟორჟოლაძეს ყავდათ ესე იგი გლეხები, მამულები და გლეხებს ფლობდნენ. შემდეგი საბუთი, რომელიც ისე ეხება გელათის სიგელს ეხება და გელათის ეტრატზე მოხსენებულია
ჟორჟოლაძე დავით და მისი ნაქონი მამული და გლეხები უწერია. ეს არის 1495 წლის დათარიღებული საბუთით და ესე იგი გელათის ესე იგი ეტრაძე წერია ეს ყველაფერი. შემდეგი ცნობა არის 1758 წლის 1754 წლის დათარიღებული ნასყიდობის წიგნი გიორგი აბაშიძის მიერ სოლომონ პირველი სადმი მოხსენებულია მოწმე ჟორჟოლაძეს სეხნია. 1758 წლის გელათის ერთ-ერთ საბუთში მოხსენებულია ჟორჟოლაძე და მისი კაცები. ანუ ესე იგი ჟორჟოლაძე და მისი ყმები რა ასე თქვა. ასე რომ ჟორჟოლაძეები საკმაოდ ცნობილი გვარია და საკმაოდ ისტორიული გვარია და თავის საქართველოს ისტორიაში ქმნიდნენ თავის ისტორიას წერდნენ ასე თქვა და თავისი კუთვნილი ადგილი ეჭირათ. შემდეგი გვარი რომელიც მე მინდა წარმოგიდგინოთ ისევ ჩემს მეგობარს ეხება კახა ოჩიგავას რომელსაც აქედან მოვიკითხავ ამ ბოლო დროს ცოტა შეუძლოთ იყო და აუტყოფობდა გულმა რაღაც პატარა იმიტომ რომ გულიან ადამიანებს გული აწუხებს ახლა ცუდ ადამიანებს აწუხებთ ეგა მაგას არ გეტყვით მინდა ოჩიგავებზეც მინდა 1-2 სიტყვა გითხრათ ოჩიგავა არის მეგრული გვარსახელია ოდიშში გავრცელებული გვარსახელია სულ ესე იგი 1054 ადამიანი ცხოვრობს საქართველოში აქედან ნაწილი თბილისში ნაწილი აბაშაში ნაწილი სენაკში ეს არის სეფიეთში ასეთი სოფელი არის სეფიეთი სეფიეთში გავრცელებული გვარია ძირითადად სეფიეთიდან არიან მინდა გითხრათ რომ ესე იგი გადმოცემის თანახმად ეს ხალხი ესენი არიან აზნაურები რომლებსაც მერე დაკარგეს აზნაურობა დაკარგეს რაღაც ნაწილმა შეენარჩუნა რამდენიმე ოჯახმა შეენარჩუნა აზნაურობა მაგრამ ძირითადად ნაწილმა დაკარგა ეს ძალიან ბევრ რაღაცასთან იყო დაკავშირებული ხდებოდა ეგეთ რაღაცები ადამიანები აღზევდებოდნენ რაღაც გვარები კარგავდნენ თავიანთ გავლენას და ხდებოდნენ ესე იგი თავადი აზნაური ხდებოდა აზნაური გლეხი ხდებოდა ეგეთ რაღაცა ჩვეულებრივი ამბავი იყო მე მინდა ერთი ამონარიდი მინდა წაგიკითხოთ რომელიც კარგად განსაზღვრავს ამ გვარის რაობას და ამ გვარის ესე იგი თუ რა როლი ჰქონდათ კიდაც სეფიეთის ამ ერთი სოფლის ისტორიაში აი ამ გვარს მეხუთე საუკუნის ტაძარია სეფიეთში საერთოდ და მე-17 საუკუნეში არაბების შემოსევა იყო და გაუძლო ამას არაბების შემოსევას აქაურობა კიდევ ერთხელ გაასწორეს მიწასაც თუმცა როგორც ჩანს ტაძარს განადგურება არ ეწერა უფრო მოგვიანებით გაღმა სოფელში მცხოვრებ მონადირეს გვარად ოჩიგავას ნადირობისას ირემი დაუჭერე და უღრან ტყეში ამ ადგილამდე სდია თურმე და დაჭრილ ცხოველს სწორედ მაშინ აღმოაჩინა თურმე ტაძარი თუმცა რაღა ტაძარი ნატაძრალი ყოფილა დარჩენილი უკვე ხეები და ბალახით იყო ამოსული ხალხური გადმოცემით ოჩიგავას იქაურობა გაუკაფავს თავისი გვარის ხალხი ჩამოუსახლებია რადგან ექვე ნოქალაქები იყო ამ სოფელში დიდგვაროვანების მოსამსახურე სეფე-ქალები დასახლდნენ თურმე ცალთუთა ცხოვრობდნენ დიდი ალბათობით ამიტომაც დაერქვა სოფელს სეფიეთი ერთი სიტყვით ასე გაშენდა და დასახლდა სოფელი ეს არის უკვე შუა საუკუნეების შემდგომი ხანა ამ პერიოდში აქ მოსახლეს სულ ორი გვარი სახლობდა ფიქსირდება ოჩიგავები და თოფურიძეები ორივე აზნაურები ყოფილა და მათ შორის ტაძრისა და მის გარშემო ტერიტორიაზე გავლენისათვის ქიშვი ყოფილა იმ წლებში აბაშის ტერიტორია საჭელაო სტეპს ეკუთვნოდა შესაბამისად ეს სოფელის ფრესკებს აუწერია ელაჭიში ოჩიგავა მოხატაო თუმცა თარიღები ავტორები და ფრესკების მოხატულობა და მათი ავტორები ძალიან ბევრია ასევე რამოდენიმე ადგილზე გადაწერილი ფრესკები შეინიშნება რაც იმას ნიშნავს რომ ბევრი პატრონის ხელში გამოვიდა რომელი რა დროს რომელ საუკუნეში ცხოვრობდა ამის აღწერა ძალიან ძნელი თუმცა აქ ეს ტაძარი კარგად გამოიკვლია გივი ელიავამ და თავისი დასმების გამოიტანა რომ აქ ძველი მემამულეების გვარი როგორც ჩანს იყვნენ ოჩიგავები იმიტომ რომ ფრესკების აღდგენის პერიოდში როცა გადახეხეს ისა ანუ ახალი ფრესკების ქვეშ აღმოჩნდა ძველი ფრესკები სადაც ესე იგი ელაჭიში ოჩიგავა იყო ესე იგი წარწერა ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი ძველი გადალესეს გადაღებეს და
ანუ ესე იგი იმავე თოფურიძეების, აზნაურ თოფურიძეების გვარამდე აქ გაბატონებული იყვნენ ოჩიგავების გვარი. დღეს საქართველოში უკვე მოგახსენეთ 1057 ოჩიგავა ცხოვრობს. და სხვა შორის იმაში პირველ მსოფლიო ომში ვნახეთ ჩვენ ალექსანდრე ოჩიგავა, რომელიც ესე იგი წმინდა გიორგის მედლით მესამე და მეოთხე ხარისხის მედლით იყო დაჯილდოებული და ამავე დროს წმინდა გიორგის ჯვრით იყო დაჯილდოებული მესამე და მეოთხე ხარისხის. ეს იყო ის გვარები, რაც მე წარმოგიდგინეთ, ჩემთან ერთად ახლა დღეს ისევ ჩართვა ექნება ვალერი ხიმშიაშვილის, რომელიც რამოდენიმე გვარს, ალბათ 4 გვარს წარმოგიდგენთ. და რა ვიცი, აბა ვალერი ხიმშიაშვილის შემდეგ კიდევ გავაგზავნებთ ალბათ იმას, აქვია ახლა მოусმინოთ ვალერი ხიმშიაშვილს და მე შემდეგ გავაგზავნებთ გადაცემას. მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მაყურებელო. დღეს გავაგზავნებთ გვარებზე საუბარს. ბატონ ლევანთან ერთად, რა თქმა უნდა, მოდით დავიწყოთ გვარებით, იმიტომ რომ ძალიან წინა ამ გადაცემაზე ძალიან ეგეთი გრძელი შესავალი მქონდა და მოდით ახლა ვისაუბროთ მეტგვარზე. დავიწყოთ ბედოშვილების გვარიდან. ბედოშვილის გვარი არის ეპონიმური გვარსახელი. მაგას ფუძედ უდევს მამაკაცის გვარში დამწყები მამაკაცის საკუთარი სახელი ბედო. წარმოშობით ბედოშვილები ხევიდან არიან, ხევსურები. მე-18 საუკუნის შუა წლებში მოხდა მათი მიგრაცია შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში. პირველი ისტორიული წყარო ბედოშვილების შესახებ იხსენიება 1601 წელს ანანურში მცხოვრები ბედოშვილი გიორგი იყო ბაინდურ ერისთავის ყმაგლეხი და ბაინდურ ერისთავმა იგი შესწირა ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიას. შემდგომში იხსენიება 1688 წელს ისიც არაგვის ხეობაში. ასევე 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკური აღწერაში იყვნენ ბარათაშვილების გლეხები. ასევე ქართლში 1774 წლის არაგვის ხეობის აღწერაშიც. ძირითადად ბედოშვილები იყვნენ საბატონო და საეკლესიო გლეხები. ბედოშვილებს გვარში ყავდათ 2 ღვთისმსახური. ამ გვარიდან მეორე მსოფლიო ომში წავიდა 924 ადამიანი. დაიღუპა 100 ადამიანი. ამჟამად ბედოშვილები ცხოვრობენ აბანოთხევში, ანანურში, ატენში, აღაიანში, აჩხოთში, ახალსამგორში, ახალსოფელში, გოროვანში, დიდატენში, დუშეთში, ვაზიანში, ვარდისუბანში და სხვა. მათი რაოდენობა საქართველოში ახლა შეადგენს 1236 ადამიანს. ეს რაც შეეხება ბედოშვილებს. მოდი შემდეგი გვარი ჩვენ ახლა შემდეგ გვარზე ვისაუბროთ და მოდი მოვიყვანოთ რახან აღმოსავლეთ საქართველოში ვართ ახლა ეს ხუმრობით რა თქმა უნდა დურგლიშვილებზე ვისაუბროთ მithumetes დურგლიშვილები არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის ყველა კუთხეში ცხოვრობდნენ საქართველოში დურგლიშვილი ხელობიდან გამოსული გვარია სიტყვა დურგლიდან ისინი რა თქმა უნდა საქართველოს ყველა კუთხეში ცხოვრობდნენ ეს გვარი რა თქმა უნდა წარმოიშავა მთელ საქართველოში, მაგრამ ურთიერთდამოუკიდებლად წარმოიშვა, იმიტომ რომ დურგალი ვიცით რომ საქართველოში ყველგან იყო. პირველად ეს გვარი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება მე-17 საუკუნის ბოლოს. ასევე
ბოლოს არაგვის ერისთავის აღწერაში 1774 წელს, ასევე ქვემო ქართლში 1721 წლის სტატისტიკურ აღწერაში იყვნენ ბარათაშვილის გლეხები. მაგვარს ყავდათ 3 ღვთისმსახური. მეორე მსოფლიო ომში დურგლიშვილებიდან წავიდა 174 ადამიანი, დაიღუპა 11 ადამიანი. ცნობილი ამგვარიდან იყვნენ ვაჟა დურგლიშვილი, კომპოზიტორი რატი დურგლიშვილი და ასე შემდეგ. ამჟამად დურგლიშვილები ცხოვრობენ აღაიანში, ავნევში, ახალსოფელში, ბაზალეთში, ბეშუში, დუშეთში, ბოლნისში, გორში, ზემოხვიჩში, კასპში, ასევე დასავლეთ საქართველოში და ასე შემდეგ. ამჟამად დურგლიშვილების გვარის 177 ადამიანი 1057 ადამიანი ცხოვრობს. მოდით ახლა ჩვენ აქედან აღმოსავლეთ საქართველოდან და საერთოდ საქართველოს კერძოდ სამეგრელოში გადავიდეთ. ნახოთ რა ხდება სამეგრელოში და იქ გვარების შესახებ ვისაუბროთ. მოდი ავიღოთ გვარი ბებია. ბებია პირსახელის შემცვლელი მეგრული გვარსახელია. ანთროპონიმები ბებიები გავრცელებული იყო ძველ სამეგრელოსა და მის სხვა კუთხეებში. მაგალითად, მე-14-მე-15 საუკუნეთა ძეგლში მატიანე სვანეთისა კრებისა მოხსენებულნი არიან იოანე რუსუდან შალვა ბებიანები. იმერეთში მე-17 საუკუნეში ასევე ხდება გვარი ჩვენ ბებიაშვილი. ბებიები სამეგრელოში ბებიების სამკვიდრო სოფელი იყო ჩხოროწყუ. ამ გვარსახელთანაა დაკავშირებული სამეგრელოსთან რამოდენიმე ტოპონიმი. ლებებიე ქვიაუბანს გახარაში, ოჩხამურის მარცხენა მხარეს ლებებია დასამახელებული იყო ფოცხოვში. მდინარე მეტერის მარცხენა მხარეს, რაც მარცხენა მხარეს. ბებიებიდან პირველი ბებიების გვარი იხსენება 1621 წელს. იყვნენ საეკლესიო გლეხები. ერთ-ერთ საბუთში აღნიშნულია, რომ სააქუჩოლიოს მცხოვრები ბებია ოფიშხუთს ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა, თავი ბეგარა, ერთი საკლავი, ერთი ქათამი, ერთი ღომი, ვიჭკომური, საყანეთოთი კენჭიყველი და ასე შემდეგ. პირველი მსოფლიო ომში ბებიები იბრძოდა 12 ადამიანი ბებია იბრძოდა. დაიღუპა ბოდიშით ეს პირველ მსოფლიო ომში კი დაიღუპა 5 ადამიანი. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა საკმაოდ ეგეთი რაოდენობისა 1842 ბებია. დაიღუპა 202 ადამიანი. ამჟამად ბებიები ცხოვრობენ ჩხოროწყუში, ქვემო ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ფოთში, თეკლათში, სენაკში, ნაფიჩხოუში, კორსკში, ძველ ხიბულაში, ქვემო ქვალონში, ასევე თბილისში. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს 1362 ბებია. მოდი ახლა ჩვენ კიდევ რახან ჩვენ ასე ვთქვათ სამეგრელოში ვარ და აქ
აქ ტრიალებთ ამ სამეგრელოს გვარებს შორის ჩვენ ვისაუბრებთ გვარ ჯიქიაზე. საინტერესო გვარია, როგორც მაგით წარმოშობაზე. ჯიქია საკმაოდ გავრცელებული საკმაოდ კი არა, რომად გავრცელებული გვარი არის სამეგრელოში. როგორც რიცხობრივად ასე ყველაფრით ჯიქიების საერთოდ ძველი დასახლების ადგილი მაგითი ძირი წარმოშობის არის ჭიქვინდი. ეს ერთ-ერთი უძველესი დოკუმენტი ჯიქიებზე მოიხსენიება აფხაზეთის დავთარში მოიხსენება მე-18 საუკუნეში. ის საბატონო გლეხი იყო. ერთ-ერთი ჯიქია ბერად აღიკეთა ამ პერიოდში დავით გარეჯის ეკლესიაში 1818 წელს ოდიშის მთავარმა ლევან დადიანმა მეხუთემ გაბრიელ ჯიქიას და მიშვილ ივანის, რომელიც გადასახადები ემართათ, გაანთავისუფლა ამ გადასახადებიდან, ოღონდ ერთი ძროხა დაუტოვა გადასახადად. ამავე წყალობის მიხედვით მას აზნაურობა უწოდა. საერთოდ ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში საკმაოდ უხვი წყაროებია მე-19 საუკუნის დოკუმენტებში სამეგრელოს სამთავროში მაშინ. პირველ მსოფლიო ომში ჯიქიებს ყავდათ 257 ადამიანი ყავდათ წასული პირველ მსოფლიო ომში. აქედან დაიღუპა 14 ადამიანი. საინტერესო ის არის, რომ ჯიქიებს პირველ მსოფლიო ომში ყავდათ 4 მეოთხე ხარისხის გიორგის ჯვრის მედალოსანი ჯარისკაცის მედლის მამაცობისთვის. ასევე 4 ადამიანი მეოთხე ხარისხის წმინდა გიორგის მედალი, ჯარისკაცის მედალი მამაცობისთვის. მეორე მსოფლიო ომში ჯიქებიდანაც საკმაოდ ბევრი ადამიანი ყავდა. 1035 ადამიანი იყო წარგზავნილი მეორე მსოფლიო ომში და იბრძოდა. აქედან დაიღუპა 304 ადამიანი. რაც შეეხება ღვთისმსახურებს, მაგათ საკმაოდ ეგეთი ბრომად 29 ადამიანი ყავდათ. ამჟამად ჯიქიები საქართველოში საკმაოდ ბევრნი არიან, ღმერთმა აბრალონ 6432 ადამიანი. მოდით, ჩემო კარგო ხალხო და ერთგულო მაყურებელო, დღეს დავემშვიდობოთ ამით და შემდგომში უკვე გავაგრძელოთ გვარებში. მოდი ვიმოგზავროთ სამეგრელოშიც, იმერეთშიც, საქართველოს ყველა კუთხეში. ბატონ ლევანთან ერთად, რა თქმა უნდა, კარგად ბრძანდებოდეთ. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსად ვიმღერია, კიდეც ვიმღერია.